Second Sons ეს არის სახელი ესოსის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი დაქირავებული არმიისა, Mercenary Army, რომელიც ჯორჯ მარტინის სამყაროში თავისი მერყევი ხასიათითა და თავისუფალი ცხოვრების სტილითაა ცნობილი. ორგანიზაციის სახელი ვესტეროსულ ტრადიციას უკავშირდება. ოჯახში მეორე შვილებს მიწები და ტიტულები არ ეკუთვნოდათ, რის გამოც ბევრი დიდგვაროვანი იძულებული ხდებოდა. ბედი საძიებლად აღმოსავლეთში წასულიყო და მახვილით ეპოვა დიდება. კამპანიის მიზანი ყოველთვის იყო სიმდიდრისა და გავლენის მოპოვება თავისუფალი ქალაქების, Free Cities, დაუსრულებელ ომებში, ოქროს კამპანიისგან, The Golden Company, განსხვავებით, მეორე მშობილებს არ აქვთ ურყევი რეპუტაცია. ისინი ცნობილნი არიან კონტრაქტების ხშირი დარღვევითა და ბრძოლის ველზე მხარის შეცვლით, თუ კი მტერი მათ უფრო მეტ ოქროს შესთავაზებს. არმია დაახლოებით 5000 მებრძოლისგან შედგება და მოიცავს როგორც მძიმე კავალერიას, ისე მრავალფეროვან ქვეითებს მთელი მსოფლიოდან. მათი სამხედრო ბანაკი გამოირჩევა თავისი უწესრიგობით, თუმცა ბრძოლის მომენტში ისინი სასტიკ და გამოცდილ ძალას წარმოადგენენ. კამპანიის სიმბოლოა გატეხილი ხმალი, ხოლო მათი ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა სპეციალური წიგნის წარმოება, სადაც საუკუნეების განმავლობაში იწერება ყოველი მებრძოლის სახელი, მათი დანაკარგები და მოგებული ალაფი, სერიალ სამეფო კარის თამაშებისგან. Game of Thrones განსხვავებით, სადაც მეორე შობილების მეთაურად დაარიონა ჰარისი, Daenerys Harris აქციას, წიგნებში ამ არმიას ბევრად უფრო დაუნდობელი Ben Plum, Brown Ben Plum ხელმძღვანელობს. წიგნში ცეკვა დრაკონებთან ისინი თავდაპირველად Daenerys Targaryen მხარეს იბრძვიან, თუმცა როდესაც იუნკაის არმია მერინს ალყას შემოარტყამს და დედოფლის მდგომარეობა დამძიმდება, Ben Plum კონტრაქტს არღვევს და მტრის ბანაკში გადადის. მოგვიანებით, მათ რიგებში ტყვეობიდან გაქცეული Tyrion Lannister და Jorah Mormont ეწერებიან. ტირიონი კამპანიას უზარმაზარ ოქროს პირდება კასტერლის კლდიდან Casterly Rock, რათა ისინი კვლავ დენერისის მხარეს გადაიბირონ და მერინის მეორე დიდ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვონ.